ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შრომის კოდექსში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. ორგანიზაციამ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს უკვე მიმართა. კონკრეტულად რა ხარვეზებს ხედავენ იურისტები კოდექსში შენიშვნებზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. საიას საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი უპასუხებს ჩემს შეკითხვას. მოგესალმებით, ქალბატონო ანა. როგორც ვიცით, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით კოდექსში უნდა მოხდეს ისეთი ცნებების განმარტება, როგორც არის დასვენების დრო და სამუშაო დრო. რომ გითხრათ, აქამდე როგორ რეგულირდებოდა დასაქმებულის მუშაობის და დასვენების დრო? მოგესალმებით ნინო, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ამ საკითხით დაინტერესდით და მოგვიწვიეთ. თქვენ როგორც უკვე აღნიშნეთ, საიას საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს შრომის კოდექსში აღმოფხვრას ის ბუნდოვანება, რომელიც ამჟამად არსებობს. კერძოდ, მოცემულ ეტაპზე შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს ისეთი მნიშვნელოვანი ცნებების დეფინიციას, როგორიც არის სამუშაო დრო და დასვენების დრო. პრაქტიკაში ჩვენ შევხვდით არაერთ შემთხვევას, როდესაც ამ დეფინიციების არარსებობის გამო დამსაქმებელი ისეთ პირობებს უწესებს დასაქმებულს, რომ რეალურად ეს უკანასკნელი ვერ ახერხებს ისარგებლოს ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებით, როგორიც არის ნორმირებული სამუშაო დრო, რომელიც კვირაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს, რიგ შემთხვევებში 48 საათს და დასვენების დრო. ჩვენი პროექტის მოწონების შემთხვევაში პარლამენტის მხრიდან მოხდება ამ ორი მნიშვნელოვანი დეფინიციის განმარტება შრომის კოდექსის მიხედვით და ავტომატურად ნებისმიერი შრომითი ხელშეკრულება თუ შინაგანი წესი დაწესებულების, რომელიც არის ხელშეკრულების ნაწილი, თუ ეს დოკუმენტები შეეწინააღმდეგება შრომის კოდექსს, ანუ განსხვავებულ განმარტებას მოახდენს დასვენების დროისა და სამუშაო დროისა, იქნება ბათილი, ვინაიდან იქნება შეუსაბამო შრომის კოდექსს. ანუ როგორ არის განსაზღვრული თქვენს წინადადებაში, რომ გაგვიმართოთ? სამუშაო დრო ეს არის დრო, რომლის განმავლობაშიც დასაქმებულს ეკისრება შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ვალდებულებების შესრულება, ხოლო დასვენების დრო ეს არის დრო, როდესაც თავისუფალია დასაქმებული შრომითი ვალდებულებებისაგან და რომელიც შეუძლია საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენოს. მაგალითის მიხედვით რო გითხრათ, უფრო გასაგები რო იყოს მაყურებლისთვის. მაგალითად რომ გითხრათ, არის პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულს აძლევს 1 ან 2 საათიან შესვენების დროს, მაგრამ უწესებს პირობას, რომ ამ დროის განმავლობაში მას არ შეუძლია დატოვოს სამუშაო ადგილი. მაგრამ შეუძლია სხვა მხრივ თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს. ბუნებრივია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს დასაქმებულს, ხო თუ ის სამუშაო ადგილს ვერ დატოვებს, მისი ნების თავისუფლება რაში გამოიყენოს ეს დრო მნიშვნელოვნად შეზღუდულია. მას შეიძლება ამ დროს უნდოდეს თქვათ კვების მოთხოვნება დაიკმაყოფილოს ან რაღაც სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობას მიაქციოს ყურადღება, ან ოჯახური ვალდებულება შეასრულოს და თუ დამსაქმებელი მას განუსაზღვრავს, რომ რაღაც კონკრეტულ ადგილს ის ვერ დატოვებს ამ დროის განმავლობაში, ფაქტიურად ანულირდება, ანუ უქმდება დასაქმებულის შესაძლებლობა, რომ მან გამოიყენოს თავისი კუთვნილი სამუშაო დრო. ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი სამუშაო დღის ხანგრძლივობა აღემატება 6 საათს, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ დასაქმებულს მისცეს შესვენების დრო. ეს მოთხოვნა პირდაპირ არის გათვალისწინებული ევროკავშირის დირექტივით, რომელიც მოცემულ ეტაპზე მართალია საქართველოსთვის სავალდებულო ძალისხმევანი არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს ხელმოწერილი და რომ ჩვენი კანონმდებლობა თანდათან ეტაპობრივად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს, მნიშვნელოვანია, რომ კვირის განმავლობაში რამდენი სამუშაო საათი უნდა განისაზღვროს. ამ საკითხზე ჩვენ განსხვავებული შეხედულება არ გვაქვს, ანუ შრომის კოდექსში რაც არის დადგენილი, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და ეს წინააღმდეგობაში არ მოდის, თქვათ, რაიმე დებულებასთან თუ რეგულაციასთან, რომელიც ევროკავშირი თუ სხვა ქვეყნები. თქვენი წინადადება თქვენ წინადადებას ხომ არ მოყვება გარკვეული პრეტენზიები დამსაქმებლების მხრიდან? მოგახსენებთ ცოტა უფრო ფართოდ რომ ვისაუბროთ და კონტექსტით შევაფასოთ, ახლა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღეს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სოციალურ პრობლემას წარმოადგენს დასაქმების საკითხი. იმიტომ რომ უმუშევრობა არის მაღალ დონეზე, ხო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ისიც გავითვალისწინოთ, რომ ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან და რომლებიც მომავალში დასაქმდებიან, მათი უფლებები იყოს დაცული, ანუ არამც და არამც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი არ შეიძლება გახდეს გამართლება იმისა, რომ ადამიანი, რომელიც მუშაობს და თავისი წვლილი აქვს იგივე ბიუჯეტში და საზოგადოების განვითარებაში და თავის ოჯახს არჩენს, არ შეიძლება რომ ამ ადამიანებს არააგონივრული მოთხოვნები ჰქონდეთ დაწესებული. მათი უფლებების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, რომ დამსაქმებლის ინტერესებიც გაითვალისწინოს, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადოების, მათში აქვთ მნიშვნელოვანი წვლილი საზოგადოებრივი დეოლათის შექმნაში, მაგრამ აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ აი ეს ორი მხარე
დასაქმებული და დამსაქმებელი არ იყოს, რომელიმე არ იყოს არაგონივრულად უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებული და რომელიმე უფლებები, ამ შემთხვევაში თქმა უნდა ჩვენი ყურადღება უფრო მიმართულია ინდივიდების უფლებების დაცვისკენ, მათი უფლებები არ იყოს შეზღუდული. დიდი მადლობა. უნდა დაგემშვიდობოთ სამწუხაროდ ჩვენი დრო მოიწურა. ანია ნაცვლიშვილი, საეცი იურისტი